მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. თქვენო აღმატებულება, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მაღალ ყოვლადოსამგელოსობაო მეუფეშიო, ქალბატონო მინისტრო, მინისტრთა კაბინეტის წევრებო, მეუფენო, მივესალმებით თბილისის მერს და ფონდი ქართული გალობის დამფუძნებლებს. ძვირფასო საზოგადოება, მოგესალმებით ყველას. დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ჩვენი კულტურისთვის. საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი პირები შეიკრიბნენ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატონ დიდი მხარდაჭერა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის საეკლესიო გალობის მიმართ. სცენაზე ვთხოვთ მის აღმატებულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმებით საბადოების ტახტის მოსახდრეს, მეუფეშიოს, წმინდა სინოდის წევრებს, მივესალმებით კულტურისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ თეატროლოგიას, მივესალმებით მინისტრებს, ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახაკალაძეს, მივესალმებით ქართული გალობის ფონდის დამფუძნებლებს, ბატონ ანო ჩხარტიშვილს, მივესალმებით და მადლობას ვუხდი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელებს დღეს აქ მოწვევისთვის. ქართული გალობა ჩვენი უძველესი კულტურის ფასდაუდებელი ნამბოვარია. ქართული მრავალხმიანობა ერთიანებს ერთი მხრივ თითოეული ადამიანის უნიკალურობის და მეორე მხრივ ადამიანებს შორის ჰარმონიის, სიყვარულის იდეას. მასში საუკეთესოდ ვლინდება ქართველი კაცის თვითყოფადი ბუნება, მისი დამოკიდებულება მოყვასისადმი, სამშობლოსადმი, თუ ზოგადად სამყაროსადმი. ქართული გალობა გამოხატავს იმუზენაეს ქრისტიანულ იდეალებს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში ქმნიდა ქართულ იდენტობას. ქართული გალობის ტრადიცია მისივე როგორც მთლიანად ჩვენმა კულტურამ არაერთი რთული ისტორიული პერიოდი გამოიარა. საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ის გაქრობის საფრთხის წინაშეც კი აღმოჩნდა. დღეს ჩვენ უდიდესი მალიერებით უნდა გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, ფილიმონ ქორიძე, ზაქარია ფალიაშვილი და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მრავალხმიანობის, მათ შორის გალობის გარდარჩენასა და ჩვენამდე მოტანაში. ქართული გალობის ნამდვილი აღორძინება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. გალობის აღორძინება უპირველეს ყოვლისა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესა და უნიტარეს ილია მეორეს და ჩვენ სახელოვან მუსიკოსსა და ლოტბარს ანზორ ერქომაიშვილს უკავშირდება. საბჭოთა რეჟიმის ურთულეს პირობებში ეს საქმე ნამდვილ თავდადებას მოითხოვდა. უწმინდესი და უნიტარესის დიდი ღვაწლით ქართული გალობა თავის კერას ეკლესიას დაუბრუნდა. ხოლო ანზორ ერქომაიშვილისა და მის თანამოაზრეთა დიდი მეცადინეობით ეს უნიკალური ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და აღიარა. დღეს ამ ტრადიციის განვითარებაში საკვანძო როლს ფოლკლორის ცენტრი ასრულებს. ცენტრმა საქართველოს მასშტაბით დააარსა საალუპარო სკოლები, ცენტრი მხარს უჭერს სამეცნიერო კვლევებს გალობის შესახებ, ხელს უწყობს ახალგაზრდობის მეტ ჩართულობას ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში. მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ბიზნიამიანიშვილს, რომლის ქველმოქმედებამაც ამ საქმის კეთება შესაძლებელი გახადა, რომელიც ხარს უჭერდა ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და მის ცენტრს მრავალი წლის განმავლობაში. ცენტრის მიერ გაკეთებულ დიდ საქმეებს შორის გამორჩეული მნიშვნელობისაა ქართული საგალობლების სანოტო ჩანაწერების გაციფრება და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა. დღეს ჩვენს წინაშეა თითქმის 100-წლიანი მართლაც ტიტანური შრომის შთამბეჭდავი შედეგი, ესაა ანთოლოგიის 29 ტომი, 6000-ზე მეტი საგალობელი, რომელთა უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს დასახული მიზნების მხოლოდ ერთი ნაწილია, რადგან ჯერ ხელნაწერთა მხოლოდ დაახლოებით ნახევარია გამოცემული. წინ კიდევ დიდი სამუშაოა და მინდა წარმატებით გისურვოთ ამ საშვილიშვილო საქმეში. მინდა ქართული გალობის ფონდის დამფუძნებლებს ბატონ ანო ჩხარტიშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ამ საქმეში შეტანილი ძალიან დიდი წვლილისთვის. მე მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც ანთოლოგიის შექმნაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ესენი არიან პროექტის ხელმძღვანელები, შემოქმედებითი ჯგუფი, მუსიკოსები, მეცნიერები. მადლობა თითოეულ თქვენგანს. მე პირადად ჩემი სახელით, ასევე საქართველოს მთავრობის სახელით მინდა გამოთქვა კიდევ ერთხელ თანადგომა დაგვირდებთ მხარდაჭერას და მინდა გისურვოთ შემდგომი წარმატებები ამ ძალიან დიდ საქვეყნო საქმეში. დიდი მადლობა.
სცენაზე ვთხოვთ მის მაღალყოლოდო სამგებლობას უსაფრთხოებას მეუფეშიოს. ბოდიში ცოტა ნერვიულობდა. ობზერვაციები. ამაო. თქვენო აღმატებულებაო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივსემბოლო ქალაქის მერო, ოლადო სამგელოესნო, დემთავარნო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, გილოცავ დღევანდელ დღეს, ნამდვილად ეს არის დიდი მოვლენა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში და კულტურულ ცხოვრებაში. და როგორც ხაზი გაუსვა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, ქართული გალობის აღორძინება უახლეს ისტორიაში დაკავშირებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დიდ ღვაწლთან და ეს საშური საქმეც ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემას, როგორც ვიცით, მისი ლოცვა-კურთხევით აღესრულება. დღეს მაქვს პატივი გაგაცნოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მისალოცი სიტყვა. ქართული გალობის 29 ტომეულის გამოცემის გამო. ქართული გალობა დაეფუძნა ქართულ ლიტურგიკულ მწერლობას და უძველეს ეროვნულ მრავალხმიანობას. ეს საეკლესიო ხელოვნება ჩვენი ერის იდენტობის და სოფხედველობის გამომხატველია. მისი ფესვები იერუსალიმის ეკლესიის ტრადიციებთან იყო დაკავშირებული და ეს ბუნებრივიცაა, რადგან მე-10 საუკუნის ბოლომდე ჩვენ ღვთისმსახურების იერუსალიმურ წესს მივდევდით და ლიტურგიკული პრაქტიკას იერუსალიმური გქონდა. ხოლო მე-11 საუკუნეებში იგი კონსტანტინოპოლურმა შეცვალა და დომინანტის მდგომარეობა მოიპოვა. ახალი წესის ჩვენთან დამკვიდრება ათონზე მოღვაწე ქართველ მამებს უკავშირდება, რომელთა შორის წმინდა გიორგი მთაწმინდელის ღვაწლი გამორჩეულად დიდია. რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები შემდგომაც ხდებოდა, მაგრამ სამგალობლო ლიტურგიკული ტექსტების ცვლილებების ახალი ტალღა მე-18 საუკუნის შუა წლებისთვის გამოიწვია სლავური საღვთისმსახურო კრებულების მიხედვით განხორციელებულმა ჩასწორებებმა. მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენმა ერმა მაინც შეძლო გალობაში შეძენილი ცოდნა თავისი შემოქმედებითი გენიით ისე განევითარებინა, რომ ტრადიციულ მრავალხმიანობასთან ერთად იგი ეროვნული და ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენად იქცა. მე-19 საუკუნეში მეფის რუსეთის რეჟიმმა ქართულ ენასთან ერთად ქართული გალობის აკრძალვაც მოინდომა, რათა ეროვნული იდენტურობის ეს გამოვლინებანი წაეშალა ჩვენში. შეიქმნა უნიკალური მემკვიდრეობის განადგურების საფრთხე, რაც შემდგომ ათეისტური რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო გამძაფრდა. სწორედ ამან განაპირობა საგალობლების ნოტებზე ჩაწერის აუცილებლობა. ეს პირველად 1842 წელს განხორციელდა არქიმანდრიტ სოფრომ ერისთავისა და ანდრია მრევლიშვილის მიერ. საგალობელთა უდიდესი რაოდენობა კი მე-19 საუკუნის 80-90-იან წლებში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაიწერეს. ამ საქმეს დიდი ამაგი დასდეს წმინდანად შერაცხულებმა ილია მართალმა ჭავჭავაძემ, ალექსანდრე და გაბრიელ ეპისკოპოსებმა, დიმიტრი ყიფიანმა, შეუფასებელი შრომა გასწიეს წმინდა ფილიმონ ქორიძემ, ძმებმა კარბელაშვილებმა და ექვთიმე კერესელიძემ. ასევე დიდმა მოღვაწეებმა რაჟდენ ხუნდაძემ, მიხეილ იპოლიტოვ ივანოვმა, დავით ჩიჯავაძემ, დავით მოლოდინაშვილმა, მიხეილ ელიზბარაშვილმა, დიმიტრი არაყიშვილმა, ზაქარია ფალიაშვილმა, გრიგოლ ჭიკვაძემ და სხვებმა. მათი მუშაკობით 10,000-ზე მეტი საგალობელი გადარჩა. მე-20 საუკუნეში კი ქართველი ფოლკლორისტების მიერ მოხდა შესანიშნავი მასალის ჩაწერა არტემ ერქომაიშვილისა და სხვა ოსტატებისაგან. შემდგომ უკვე საჭირო იყო ყოველივე ამის გაცოცხლება მსმენელამდე მიტანა და ეს მისია ერის წინაშე ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა და მისმა ანსამბლებმა გორდელამ და რუსთავმა იტვირთეს და როგორც ჩვენ ხალხში, ისე მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში დიდი ინტერესი და სიყვარული დაიმსახურეს. საგალობლების ღვთისმსახურებაში გამოყენებით კი ეს მისია გააგრძელა
მართლმადიდებელმა ეკლესიამ. მადლიერებით მინდა მოიხსენიო ანჩისხატის, სიონის, სვეტიცხოვლის, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდები, ქალბატონი ლია სალაყაია და სხვა ლოტბარნი, რომლებიც ქალაქებსა თუ სოფლებში ერთგულად ემსახურებოდნენ ამ საღვთო საქმეს. მაგრამ ჩვენს დროში ქართული მრავალხმიანობის შენარჩუნება პოპულარიზაციის პროცესმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა და საჭირო გახდა არქივებში დაცული სანოტო ჩანაწერების გამოცემა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, კულტურის სამინისტროსა და ფონდ ქართული გალობის შემწეობით და ხელშეწყობით 2014 წლიდან დაიწყო ქართული საგალობლების გაციფრება. 2016 წლიდან კი გალობის ანთოლოგიის გამოცემა. დაიდღეს თქვენს წინაშეა ამ ანთოლოგიის 29 ტომი, რომელიც 6000-ზე მეტ საგალობელს მოიცავს და მათი უმრავლესობა პირველად დაიბეჭდა და გახდა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ეს არის უდიდესი შრომის შედეგი, რაც ძირითადად განხორციელდა წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის ხელმძღვანელის სიმონ ჯანგულაშვილის და ჩვენი ცნობილი მგალობლის ეთნომუსიკოლოგ ლევან ვეშაპიძის ხელმძღვანელობით. გამორჩეული მუსიკოლოგების ქალბატონ რუსუდან წურწუმიას, თამარ ჩხეიძის, ნინო რაზმაძის და მათი უცხოელი კოლეგების ბატონ ჯონ გრემისა და ერიკ ჰალვორსონის თანადგომით. მთელი ამ პროცესის გამორჩეული მონაწილეა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი, რომლის აღზრდილებით საქართველოს მასშტაბით მოღვაწეობენ. დიდი მნიშვნელობის ფაქტია ისიც, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ბოლო 9 წლის მანძილზე ქვეყნის 32 მუნიციპალიტეტში დაარსდა სალოტბარო სკოლა, სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი უფასოდ სწავლობს ქართულ ხალხურ სიმღერასა და საეკლესიო გალობას. გამოცემული ტომეულები არა მარტო გარანტიაა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა, არამედ იგი ასევე დიდად შეუწყობს ხელს როგორც აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ისე სალოტბარო სკოლების მოსწავლეებისთვის ქართული გალობის მრავალფეროვნებისა და სიღრმეების გაცნობას და შესწავლას. მათ გარდა ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი ხდება ყველა მუსიკოსის, მკვლევარისა თუ მოყვარულისთვის საქართველოშიც და მთელს მსოფლიოშიც. და ბოლოს უნდა ითქვას, რომ სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერისა და ფონდ ქართული გალობის გარეშე დღევანდელი შედეგი ვერ მიიღწეოდა. ქართული გალობა ასე ვერ აღორძინდებოდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცულიც ვერ იქნებოდა. გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, რადგან ხელნაწერთა ნახევარზე მეტი დასაბეჭდია და ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენი. ამ ნოტებში მოცემულია ყველა დღესასწაულისა და საღვთისმსახურო განგების საგალობლები, რვახმის სისტემის თუ სხვა ლიტურგიკული ტრადიციების თანახმად შექმნილი და სისტემატიზირებული ჰიმნები. საჭიროა მათი დაბრუნება ჩვენს ტაძრებში, რაც ქართული ღვთისმსახურების ოდინდელ დიდებულებას აღადგენს. ღმერთმა დაალოცოს ყველა, ვინც ქართული გალობის შექმნაში იღებდა მონაწილეობას და ისინიც, ვინც მის გადარჩენას, დაცვასა და გავრცელებას შეუწყობს ხელს. და ვინც შეუწყო ხელი დღემდე და ვინც ამიერიდან შეუწყობს ხელს. და ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ეკლესიის მგალობლები, ლოტბარები, დირიჟორები, გალობის მკვლევარნი და ამ საეკლესიო ხელოვნების გულშემატკივარნი. ფსალმუნში ვკითხულობთ: ნეტარარს ერი, რომელმან იცის გალობა შენი უფალო. ღმერთმა ამ ნეტარების ღირსი გახადოს საქართველოს. ამინ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დაბიჭვინთისა და ცუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. ერთმა დაგლოს. დიდი მადლობა საოცარი სიტყვებისთვის და შეფასებისთვის. სცენაზე მინდა მოვუწიო ქალბატონ თია წულუკიანი და მადლობა უთხრა მას იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ფოლკლორის მიმართ იჩენს. დიდი მადლობა. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლის, მივესალმები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს ძვირფას მეუფე შიოს, ძვირფასო მეუფენო, ძვირფასო კოლეგებო, მინისტრებო, ძვირფასო დეპუტატებო, ბატონო თბილისის მერო, ყველას მოგესალმებით და მივესალმები თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დარბაზში ბრძანდება და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო და ღვაწლმოსილი წარმომადგენელი ბრძანდება.
აქ არიან ლოტბარები, დირიჟორები, აქ ბრძანდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სრულიად ახლად არჩეული რექტორი, აქ ბრძანდებიან მეცნიერები, აქ ბრძანდება ბატონი რობერტ სტურვა, რომელიც უკვე არის ჩვენი თანამედროვეობის დიდი მონუმენტი ქართულ ხელოვნებაში და ყველა ის ადამიანი, ვინც თავის კვალს ტოვებს და მომავალში კიდევ დატოვებს იმისთვის, რომ ის დიდი საქმე, დიდი ქართველების, მოღვაწეების, რომლებიც აი აქ არიან, ბრძანდებიან, წარმოდგენილნი და არაერთი მათგანი წმინდანად არის შერაცხული, აი ეს საქმე ღირსეულად გაგრძელდეს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ იცით, რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური ხელისუფლების ხელშეწყობით ეს ცენტრი უკვე მეოთხე წელია, რაც დიდი აზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს, ვინაიდან ეს გახლდათ ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს დიდი ქართველი მოღვაწე, თავისი ქვეყნის პატრიოტი მოღვაწეობდა, საქმიანობდა. მან გააგრძელა გზა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობისა და ქართული ტრადიციული გალობის შენარჩუნების და გარკვეულწილად უკვე ახალ თაობას ბატონ გიორგი დონაძეს, მის გუნდს, ვინც ამ ცენტრს ხელმძღვანელობს, ასევე ბატონ სვიმონ ჯანგულაშვილს, ბატონ ლევან ვეშაპიძეს და სხვებს გადასცა ჩირაღდანი, რომელიც უნდა მუდმივად გადაეცეს ახალ თაობებს და ამისთვის და იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს უწყვეტი, სახელმწიფო 2014 წლიდან ქართული ოცნების ხელისუფლების ხელშეწყობით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა და დადო გარანტია საამისოდ. აქ უკვე აღინიშნა ჩვენი პატივცემული გამომსვლელების მხრიდან, რომ გაციფრება და შემდეგ გამოცემა ამ ნოტების არის საწინდარი იმისა, პირველ რიგში, რომ ეს ნოტები იქნება, რომლებიც განთავსებულია უკვე ინტერნეტში, ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს მნიშვნელოვანია ქართული გალობის სწორად შესწავლისთვის, სწორად სწავლებისთვის და ასევე მომავალი თაობებისთვის სწორად გადაცემისთვის. ასევე გამოიცა ქაღალდზეც და ჩვენ უკვე 29 ტომი გვაქვს, თუმცა ეს სამუშაო გრძელდება. ჩემი ვალია დღეს მადლობა ვთქვა, გულწრფელი მადლობა მთელი ჩვენი დიდი სისტემის სახელით. პირველ რიგში საქართველოს მთავრობისადმი და იმ პარტიისადმი, რომელმაც პირველმა შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომ ეს პროექტი დაეფინანსებინა 2014 წლიდან დღემდე. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს საპატრიარქოს, ჩვენს დედა ეკლესიას და საპატრიარქოს გალობის ცენტრს და მის ხელმძღვანელს, ჩვენს ტრადიციულ მეგობარს, მრჩეველს, კონსულტანტს, მეუფე დავითს, რომელიც აგბრძანდება. დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ მეუფეს, რომელიც გვიწევს დახმარებას, რომ ქართულ ტაძრებსა და ეპარქიებში ქართული გალობა სწორედ ამ ტრადიციის მიხედვით გაგრძელდეს და აღდგეს. დიდი მადლობა მინდა უთხრა ფონდ ქართუს, რომ არა ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენ დამოუკიდებლობის შემდეგ ბევრი გაჭირვების და ჭირვარამის გამო დღემდე ამ ფორმაში ქართულ კულტურას ნამდვილად ვერ მოვიტანდით და ასევე უღრმესი მადლობა ბატონ ვანოს, ქალბატონ ნანას და ფონდ ქართულ გალობას, რომელსაც ისინი აცოცხლებენ და ამით ჩვენც გვიწყობენ ხელს, რომ ქართული საქმე ვაკეთოთ. მე მინდა ორი პროექტის შესახებ მოკლედ გითხრათ, ვინაიდან სასიხარულო ამბებია გარდა ანთოლოგიისა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ჩვენი მეუფეები და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვევით შემოსასვლელში გაეცნენ წეღან იმ მაკეტს, რომელიც წარმოადგენს 2025 წელს გასახსნელ ქართული გალობის კერას. ეს ინფრასტრუქტურა ჩვენი მთავრობის ორი სამინისტროს და მთავრობის ხელშეწყობით კეთდება, ამიტომ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ გიორგი ამილახვარს, ჩემს კოლეგას და მთელს განათლების სამინისტროს უთხრა მადლობა, ვინაიდან ჩვენ ერთად ვაფინანსებთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ ამ პროექტს. როდესაც ეს შენობა დასრულდება, იქ ბინას დაიდებს ჩვენი საპატრიარქოს ქართული გალობის უნივერსიტეტი, ქალბატონი ნანას ხელშეწყობით და ასევე ანსამბლი ბასიანი
და გუნდი, რომელსაც ბატონი სვიმონის გუნდს ეძახის ყველა, სინამდვილეში მას აქვს ორი სტატუსი. ერთი გახლავთ სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, რომელიც დააფუძნა ჩვენმა დიდმა პატრიარქმა ილია მეორემ და რომელსაც მთავრობის მხარდაჭერით ჩარშან მიენიჭა სახელმწიფო გუნდის სტატუსი. აი ეს სამი ორგანიზაცია ამ შენობაში დაიდებს ბინას და გაისად იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამ შემადგენლობით და ქართული ოცნებით ხელისუფლებაში ჩვენ გაისად გავხსნით ამ კერას ქართული გალობის. და მეორე, ჩვენ მთავრობის ხელშეწყობით და იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც საქართველოს პარლამენტმა შარშან დაგვიმტკიცა, დავიწყეთ ორი პროექტი, ერთი თბილისში, მეორე კახეთში, იმისათვის, რომ ამ ნოტებს ჰქონდეს სწორი გამოყენება. ჩვენ ვაფინანსებთ ორ გუნდს მგალობლების, ეს გახლავთ მგალობელთა გუნდი ტაო თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, რომელიც არ არის სახელმწიფო გუნდი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია ქართული გალობის, ჩვენ მათ დავაფინანსებთ წელს, რომ პოპულარიზაცია გაწიონ ამ ხელოვნების, ამ მიმართულების და ასევე კახეთში ალავერდის ტაძარში ალავერდის გუნდი დაფინანსდება. თუ ეს პროექტი იქნება წარმატებული, კულტურის სამინისტრო და მთავრობა, რა თქმა უნდა, გააგრძელებს სხვა გუნდების ხელშეწყობასაც. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, ჩვენთვის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ სისტემაში და მით უმეტეს ამ ცენტრში ასეთი მაღალი წარმომადგენლობა იკრიბება. ამიტომ ალბათ ჩვენი თანამშრომლების სათქმელს ვამბობ დღეს, როდესაც გიხდით დიდ მადლობას დროისათვის და მობრძანებისთვის. გმადლობთ.